ყირგიზეთიდან გადმოვინაცვლეთ უზბეკეთში. ტაშკენტი, წარსულისა და მომავლის გზაჯვარედინი. ეს არის ქალაქი, სადაც ძველი აბრეშუმის გზის ისტორია და თანამედროვე მეგაპოლისის რითმი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. მისი მთავარი ისტორიული საგანძური ხაზრათ იმამის კომპლექსში ინახება. მე-7 საუკუნის ხალიფა ოსმანის მუსაფი მსოფლიოში უძველესი ყურანია, რომელიც ირმის ტყავზეა შესრულებული. რა თქმა უნდა, ასევე ვეწვიეთ ტაშკენტის მეტროს. ეს ნამდვილი მიწისქვეშა მუზეუმია, სადაც ყოველი სადგური ხელოვნების ნიმუშია. ტაშკენტმა დამანახა, როგორ შეუძლია ქალაქს წინ იყუროს, მაგრამ არასოდეს დაევიწყოს თავისი ფესვები. ეს იყო საოცარი პრევიუ იმისა, რაც წინ მელოდა. ქალაქი ხივა, დროში გაყინული უდაბნოს ზღაპარი, ცოცხალი ლეგენდა სახელად იჩანყალა. ეს არის ღია ცის ქვეშ გაშლილი მუზეუმი, სადაც ცივილიზაციის ხმები ქრება. იჩანყალა შუა აზიის პირველი ძეგლია, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა. როდესაც ხივას თიხის გალავანში შეაბიჯებ, გრძნობ, რომ დროის მანქანა არსებობს. თითქოს აბრეშუმის გზის ქარავნები ახლახან გაუყნენ გზას და მათი აქლემების ზარების ხმა ჰაერში ჯერ კიდევ ისმის. ჩემს თვალწინ აღიმართა კალტა მინარი, დაუსრულებელი, მაგრამ საოცრად დიდებული ლურჯი მინარეთი, რომელიც ხივას სიმბოლოდ ქცეულა. იცოდით, რომ ეს ის ქალაქია, სადაც ალგებრა დაიბადა? დიახ, სწორედ ასეა. აქ დაიბადა და მოღვაწეობდა მუჰამედ ალ-ხვარაზმი, მე-9 საუკუნის გენიოსი. სწორედ მისი სახელიდან წამოვიდა ტერმინი ალგორითმი, ხოლო მისი წიგნის სათაურიდან ალ-ჯაბრ დაიბადა სიტყვა ალგებრა. აქ ხივას ძველ კედლებზე მზის ჩასვლის ყურებისას თავი 1001 ღამის ზღაპარში გონია და ხვდები, რომ ზღაპრები არ კვდებიან, ისინი უბრალოდ ქალაქებად იქცევიან. შემდეგი გაჩერება ბუხარაა, ქალაქი, რომელსაც ისლამურ სამყაროში წმინდას უწოდებენ. ბუხარა საუკუნეების სიბრძნეა, რომელიც კედლებშია ჩაყინული. აქ ფერებიც კი სხვანაირია, თბილი, მიწისფერი, გამომწვარი აგურის ოქროსფერი ტონები, რომლებიც საღამოს მზეზე ცოცხლდებიან. ბუხარაში სიარული ნიშნავს ფეხი დაადგა მიწას, სადაც 1000 წლეულების მანძილზე ფილოსოფოსები, პოეტები და ასტრონომები დააბიჯებდნენ. ჩემს წინაშე აღიმართა გრანდიოზული კანონის მინარეთი, მარტოხელა გიგანტი, რომელიც იმდენად დიდებულია, რომ თავის დროზე ჩინგის ყაენმაც კი ვერ გაიმეტა დასანგრევად და მის წინაშე ქედი მოიხარა. როცა მან იქვე მდგარ 46 მეტრიან კალონის მინარეთს ახედა, დიდებულებისაგან თავბრუ დაეხვა. ბუხარა დაიწვა, თუმცა მინარეთი გადარჩა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ნამდვილი ხელოვნება ნებისმიერ იმპერიაზე ძლიერია. ბუხარას ძველ თაღოვან ბაზრებში სუნელების, აბრეშუმისა და ხალიჩების სუნელი ტრიალებს. აქაური ხელოსნები თაობიდან თაობას გადასცემენ თავიანთ საქმეს. ბუხარამ არა მხოლოდ მომაჯადოვა, არამედ დამაფიქრა იმაზე, თუ რა არის წარმავალი და რა რჩება საუკუნეებს. ეს არის ქალაქი, რომელმაც ჩემს მოგზაურობას ნამდვილი მისტიკური სული შთაბერა. სამარყანდი, მოგზაურობის გვირგვინი. დაიჩემი მოგზაურობის კულმინაცია, ლეგენდარული სამარყანდი, ქალაქი, რომლის სახელიც კი აღმოსავლურ ფუფუნებასთან ასოცირდება. თემურლენგის იმპერიის დედაქალაქი, სადაც ლურჯი და ფირუზისფერი მოზაიკა ცას უერთდება. როდესაც რეგისტანის მოედანზე დავდექი, სუნთქვა შემეკრა. სამი გრანდიოზული მედრესე შენს წინაშე ისე აღიმართება, თითქოს გეუბნება, შენ სამყაროს ცენტრში ხარ. თითეული ორნამენტი, თითეული გუმბათი გენიალური არქიტექტურის ზეიმია. სწორედ აქ არის მსოფლიოს უსასტიკესი დამპყრობელის თემურლენგის განსასვენებელი. მისი საფლავი დაფარულია მსოფლიოში უდიდესი მუქი მწვანე ნეფრიტის, იაშმის ერთიანი ქვით. ეს ქვა თემურლენგის კიდევ ერთმა გენიალურმა შვილიშვილმა, ულუღ ბეგმა ჩამოატანინა მონღოლეთიდან. სწორედ ამ ქვაზეა არაბული კალიგრაფიით აღმოკვეთილი თემურლენგის გენიოლოგია და ის მისტიკური მრისხანე გაფრთხილება,
რომელმაც მოგვიანებით მსოფლიო შეძრა. სადაც წერია, ვინც ჩემს საფლავს გახსნის, ის ჩემზე საშინელ დამპყრობელს გააღვიძებს. სამარყანდი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც რომისა და ბაბილონის თანატოლია. აქ ყველაფერი თემურლენგის შვილიშვილის, ულუღ ბეგის სახელს უკავშირდება. ულუღ ბეგი არ იყო ტიპური მმართველი, ის გენიალური ასტრონომი იყო. მან ქალაქში უზარმაზარი ობსერვატორია ააშენა და ტელესკოპის გარეშე მხოლოდ გეომეტრიული ხელსაწყოებით 1000-ზე მეტი ვარსკვლავის ზუსტი კოორდინატი გამოთვალა. მაგრამ სამარყანდი მხოლოდ წარსული არ არის. კუკ-პალას მეჩეთი თეთრი მარმარილოს ახალი საოცრებაა, რომლის ფირუზისფერი გუმბათები და გიგანტური მინარეთები უზბეკეთის ცას უერთდება. როდესაც მის წინ გაშლილ წყლის ზედაპირს უყურებს, სადაც ეს თოვლივი თეთრი არქიტექტურა ირეკლება, ხვდები, რომ სამარყანდი დღესაც აგრძელებს თავის მთავარ ტრადიციას, შექმნას ისეთი დიდებულება, რომელიც ადამიანს სუნთქვას უკრავს. ეს არის ძველი აბრეშუმის გზის თანამედროვე რენესანსი.